ეილერმა გააგრძელა მარტივი რიცხვების თვისებების გამოკვლევა. უფრო კონკრეტულად კი, მარტივი რიცხვების განაწილების გამოკვლევა. ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას, რომელიც მან განსაზღვრა, ქვია φ ფუნქცია. ეს ფუნქცია, ასე ვთქვათ, რიცხვის დაშლადობას ზომავს. ნებისმიერი რიცხვისთვის, მაგალითად n-ისთვის, გვიჩვენებს თუ რამდენი რიცხვია ნაკლები ან ტოლი n-ზე ისეთი, რომელსაც არ გააჩნია საერთო გამყოფი n-თან. მაგალითად, თუ გსურს ვიპოვოთ φ 8, ვნახულობთ 1-დან 8-მდე ყველა რიცხვს და ვითვლით რამდენს არ აქვს 1-ზე მეტი საერთო გამყოფი 8-თან. შესაბამისად, 6-იანი არ შედის ამ სიაში, რადგან 2-იანი საერთო გამყოფი აქვთ 6 და 8-ს. 1, 3, 5 და 7 კი შედის ჩამონათვალში, რადგან მათ მხოლოდ 1-იანი აქვს საერთო გამყოფი 8-თან. ესე იგი, φ 8 არის 4. საინტერესო არის ის, რომ φ ფუნქციის გამოთვლა ერთი შემთხვევის გარდა ყოველთვის რთულია. დავუკვირდით გრაფიკს. ეს არის φ-ის მნიშვნელობები 1-დან 1000-მდე მთელი რიცხვებისთვის. აქ ჩანს ერთი კანონზომიერება. აი ეს სწორი ხაზი ყველა მარტივ რიცხვს წარმოადგენს, რადგან მარტივ რიცხვებს 1-ზე მეტი გამყოფი არ გააჩნიათ. ნებისმიერი მარტივი π რიცხვისთვის φ-ის მნიშვნელობა არის π-1. მაგალითად, φ 7-ის გამოსათვლელად 7-ის გარდა ვთვლით ყველა რიცხვს, რადგან არც ერთი მათგანი არ იზიარებს გამყოფს 7-თან. ანუ φ 7 არის 6. ესე იგი, თუ გვეკითხებიან φ 21377-ს, რომელიც მარტივი რიცხვია, მაშინ საკმარისია ამ რიცხვს 1 გამოვაკლოთ და მივიღებთ ამონახს, ანუ 21376-ს. ნებისმიერი მარტივი რიცხვის φ მარტივი გამოსათვლელია. ამას მივყავართ საინტერესო შედეგამდე, რადგან φ ფუნქცია გამრავლების წესებს ექვემდებარება. ანუ φ a-ჯერ b იგივეა რაც φ a გამრავლებული φ b-ზე. ანუ თუ ვიცით, რომ n არის რაიმე ორი რიცხვის ნამრავლი, p1-ის და p2-ის, მაშინ φ n ტოლი იქნება თითოეული მარტივი რიცხვის φ მნიშვნელობის ნამრავლის, ანუ p1-1 გამრავლებული p2-1-ს.